ეს კვირის რეპორტაჟია, რომელსაც სტუდია GNS-დან ნანა ლეჟავა წარმოგიდგენთ საღამოშვიდობისა. ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც დევნილებამდე არ მიდის. სამინისტროს სარდაფში დღემდე ყრია დევნილებისთვის განკუთვნილი ვადაგასული პროდუქტების ყუთები. ყობა სუბელიანის უწყება ირწმუნება, რომ სურათები, რომელიც ჟურნალისტებმა აქ ჯერ კიდევ იანვარში გადაიღეს, ყალბია. იმედად არსალიამ ის საწყობები მოინახულა, საიდანაც იძულებით გადაადგილებულ პირთათვის უსასყიდლოდ გასაცემი დახმარება იყიდება. ადამიანები კამერის მიღმა ყვებიან, სად და როგორ იყიდება დევნილებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთი. ეს კადრები დევნილთა სამინისტროს სარდაფშია გადაღებული. ვადაგასული და გაფუჭებული პროდუქტი მინისტრ ყობა სუბელიანის უწყებაში დღემდე ინახება. არადა პროდუქტი, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ მეგობარმა ქვეყნებმა საქართველოს დევნილებს გამოუგზავნეს, დიდი ხნის წინ უნდა დარიგებულიყო. ეს ფოტოები კი იმავე სარდაფში იანვრის თვეში გადაიღეს. მაშინ აქ ტონობით სასურსათო პროდუქტი ინახებოდა. ფოტოებზე გარკვევი ჩანს, რომ პროდუქტი ვადაგასული და საკვებად უვარგისია. მაშინ, როდესაც დევნილთა სამინისტროს სარდაფში დახმარებისათვის განკუთვნილი საკვები ილპებოდა, სამინისტროს ეზოში კარვებში მცხოვრები დევნილები ლუკმაპურსა და თავშესაფარს ითხოვდნენ. სუბელიანის უწყებას სარდაფში გადამალული საკვები არც მაშინ გახსენებია, როდესაც ფოცხოეწერში გადასახლებული და ბედის ანაბარად დარჩენილი დედა 4 თვის შვილისთვის საჭმელს ითხოვდა. იმის საშუალება არ მაქვს, რომ უყიდო ბავშვს და რომ ვაჭამო და რომ გავზარდო შვილი. ჯანმრთელი რომ გამიხდეს. კვირის რეპორტაჟში გასული სიუჟეტის შემდეგ პატარა ლიკა გუბელაძეს სამინისტროს ნაცვლად ქართველი ემიგრანტები დაეხმარნენ. სუბელიანის სამინისტროს სარდაფში ვადაგასული პროდუქტების არსებობის შესახებ დევნილებმა პირველად მას შემდეგ შეიტყვეს, რაც მაწანწალა ძაღლმა ამ ღია ფანჯრიდან მარილიც ავსე კოლოფი გამოიტარა. მას შემდეგ ეს ფანჯრები დალუქეს. რკინის გისოსები კი სამინისტროს თანამშრომლებმა შეფიცრეს, რომ ვადაგასული პროდუქტი დევნილებს არ დაენახათ. სამინისტროს აი ამ სარდაფში იხმარებოდა ჰუმანიტარული ტვირთი დევნილებისთვის განკუთვნილი. ამ სკანდალური ფოტოების ავტორი ჟურნალისტი ეკა ბუჩუკურია. ამბობს, რომ სამინისტროს თანამშრომლებს დაასრო, სანამ სარდაფის კარშების რავდნენ და რამდენიმე ფოტოს გადაღება მოახერხა. ეს იყო დაწყობილი ჰუმანიტარული ყუთები, სადაც წითელი ჯვრის და ნახევარმთვარის გამოსახულება გარკვევით იკითხებოდა. გარდა ამისა ჩანდა ყუთები, ეს იყო ჩაის, ეს იყო დაობებული თან პაკეტები, იყო გაროხი, იყო ფქვილი, იყო შაქარი, თავისუფლად დააფიქსირებდით შიგნით მორბენალ ვირთხებს და კატებს. ვადაგასული პროდუქტები გაეროს ოფისთან დევნილთა საპროტესტო აქციის მიზეზი გახდა. სამინისტროს სარდაფის შესასვლელთან კი დღესაც ყრია ჰუმანიტარული დახმარების ყუთები, რომლებიც ჟურნალისტმა ეკა ბუჩუკურმა ჯერ კიდევ იანვარში გადაიღო. თუმცა დევნილთა სამინისტრო ამ ფაქტს დღემდე ჯიუტად უარყოფს. ეს არის ტყუილი, რომელიც გარკვეულმა ოპოზიციურმა ძალებმა ააგორეს და შესაბამისად ვერც ვერანაირად ვერ დაადასტურეს. გამოაჩინეს მხოლოდ ფოტო, რომელზეც შენდა მაკარონი თუ არ ვცდები, მსგავსი ფოტოების გადაღება შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას თუნდაც მაღაზიაში. ეს 2008 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე ქვეყანაში შემოსული ჰუმანიტარული დახმარებების ჩამონათვალია. შემოსავლების სამსახურიდან მიღებული დოკუმენტი 21 გვერდიანია. დევნილებისათვის გამოგზავნილი საქონლის ნუსხა, რომელიც საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი იყო, გრძელი და მრავალფეროვანია. სურსათი, ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი, მედიკამენტები, ტონობით შაქარი, ფქვილი, ზეთი და კალათბურთის ბურთებიც კი. 3 წლის განმავლობაში საქართველოში დევნილთა დასახმარებლად 700.000 ევროს ღირებულების 266.000 კილოგრამი ბავშვის საკვები, დაახლოებით 1234 ტონა პურის ფქვილი, 155 ტონა შაქარი, 70 ტონა ზეთი შემოვიდა. დანარჩენი პროდუქტის ღირებულება $1 მილიონ აღემატება. ამ პერიოდში საქართველოში დევნილთა დასახმარებლად მინიმუმ 800-მდე მათსივარი გამოიგზავნა. თანხების ჩამონათვალიც საკმაოდ სოლიდურია. მაგალითად, დევნილთა მხარდაჭერის პროექტებისათვის USAID-მა $78 მილიონ გრანტი გამოყო.
გორში დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობისათვის გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის სააგენტომ 8 მილიონი ევრო გადმორიცხა. თანხა დევნილთა სამინისტრომ განკარგა და 300 სახლი ააშენა. დოკუმენტის მიხედვით 6 მილიონი ევრო დასავლეთ საქართველოში მხოლოდ 3 ობიექტის რეაბილიტაციას მოხმარდა. დევნილთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფისათვის მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მცხეთის მუნიციპალიტეტში გაწეული ხარჯები კი ევროკავშირმა 50 მილიონ 700.000 ევროთი აანაზღაურა. დევნილები ამბობენ, რომ იციან ამ მრავალფეროვანი დახმარების შესახებ, თუმცა სამინისტროსგან მათ მსგავსი მატერიალური დახმარება არასოდეს მიუღიათ. უამრავი დევნილი საახალწლოდ შეხვდა ფაქტიურად მშიერი. საახალწლოდ ჩვენ გქონდა მაგ დევნილებთან საუბარი და აი ეს ჰუმანიტარული დახმარება შეიძლებოდა მისულიყო იმ დევნილთათვის, ვინც ნამდვილად უჭირს ამჟამად და ამ შიმშილის ზღვარსაც ალბათ გადალახავდა. პროდუქტებიდან დაწყებული ტანსაცმელები, ფეხსაცმელები, აი სულ ყველაფერი. ეს დევნილებზე კი აღარ ნაწილდება, ესე იგი თვითონ ესენი დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლები, ყავთ ოფიციალურად გაფორმებული ქალბატონები, რომლებიც აი ამ საქონელს საწყობში აქვთ მოტანილი და საწყობიდან ყიდიან სულ ყველაფერს. ესე იგი, ტანსაცმელები კი არა, აი ტექნიკა, სარეცხი მანქანა, მაცივარი, საკერავი მანქანა, ფეხისაკერავი მანქანა ცალკე არის, ხელისაკერავი მანქანები ცალკე არის და ისეთ ფასებში ყიდიან, როგორც ჩვენს ბაზრობებზე რო იყიდება. დევნილ ქალბატონს, ვიზეც მარინა კვარაცხელი არ გვიყვება, ტელეფონით უკავშირდებით. მეუბნებით, რომ ვართ ზუგდიდიდან, მისი მუდმივი კლიენტების, კვარაცხელიების ნათესავები და გვინდა მეორადი ტანსაცმლის ფუთებით შეძენა. ხო შეიძლება რომ ვნახო რაღაც საქონელი მინდოდა და ვინ მოგცა ჩემი ტელეფონი? აი ზუგდიდელებმა კვარაცხელიებმა. ის მხოლოდ კვარაცხელების ხსენების შემდეგ ვთანხმდება შეხვედრაზე და თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მცირე ზომის საწყობსაც გვათვალიერებინებს. ყველაფერი ჰუმანიტარულია. დევნილები ჩუმად რო არიან, ცოტა ის არის. ჩვენ? ხო. რა ვქნათ? არა, ეს ხო მაგათთვის არის ვაფშე განკუთვნილი. კი, მაგრამ ჩვენ ვინ მოგცემს ყიდიან და ყიდიან. ვინ გვაძლევს? ესეც არის. განკუთვნილი სამინისტრო მაშინა აი წონთა განსაკუთრების სამინისტრო უნდა დაგვიიღოს. არა. სამინისტრო წონთა განსაკუთრების სამინისტრო ისეთი არეული არის ჩვენი. ვერა. კიდევ ერთ ქალბატონს საბურთალოს ტერიტორიაზე ვხვდებით. ის არ მალავს, რომ უკვე მერამდენე დევნილებისათვის განკუთვნილი ტანსაცმელი სწორედ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე შეიძინა. დევნილებზე რა არ მოდის? იმისანა მებელი, თეთრეული, ახალი აბსოლუტურად, საბნები. და არაფერს არ ურიგებენ დევნილებს? მე არასოდეს არაფერი არ ამიღია და არ ვიცი. სამინისტროს თანამშრომელია ლოლა? რა თქმა უნდა, მივიდა სამინისტროში, იქიდან ეს ოფიციალურად გაფორმებული ეს ქალი. ამ ქალმა საწყობში უნდა მიივიდეს, უნდა აიღოს თავარი, რომ დაურიგოს ხალხს. ეს პროდუქტია, ეს მებელია. დაურიგოს ხალხს რაღაც ნაწილი, ხო? რა თქმა უნდა, ეხლა ნაწილი, მაგრამ ის კაცი მთლიანად კი არ ეუბნება ეს დაარიგე. დაარიგე, აი შენ რომ ვინმე მარგიჩივლოს. ხო და ყმაყოფილი იყო ის იქ ვიღაცა და სხვა დანარჩენს გაყიდის ეს კალი. სამინისტრო ვებულობდა მხოლოდ სურსათს, რა თქმა უნდა, ამ სურსათსაც ყავდა შემომტანი მიმღები და გამონაწილებელი და ბენეფიციარი და რა თქმა უნდა, ყველა პროდუქტი მიდიოდა ბენეფიციართან, ანუ დევნილ მოსახლეობასთან. მიღებული დახმარებები, რომელიც მიზნობრივად არის გასაცემი, უნდა მოხდეს იმ ადამიანებთან, ვიზეც ეს მიზანი არის მიმართული. დევნილმა, რომელიც იზოლებით გადაადგილდა და რომელსაც არ აქვს მინიმალური პირობები, უზრუნველყოფენ ჩვენზე მდიდარი სახელმწიფოები და ძლიერი ორგანიზაციები, რომ უზრუნველყონ მინიმალური საარსებო პირობები და დაეხმარონ მას. მიზანი არის ეს. ბალახი ძოვეო, ცხოველი ხარო აკადრა. ეს არის ეს კადრებიც ჩვენი არქივიდანაა. აფხაზეთიდან დევნილი მანანა გაბელია დევნილთა სამინისტროს შენობაში თივით შერბის, რომ სამინისტროს მაღალ ჩინოსნებს დაუყაროს. ისტორიას, რომელიც სამინისტროს შენობასთან ტრაგედიით დასრულდა, თავად იხსენებს.
აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონ ნანა ფიფიას, როცა ითხოვდა რამენაირად მიშველეთ, არც თავშესაფარი მაქვს, ძალიან მიჭირს გვშია და ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, ამ უწყების მაღალჩინოსანმა პირდაპირ ასე მიმართა. წადი ფოცხოში, კი მაგრამ იქ რა ვქნა ფოცხოში შიმშილით რომ მოვკვდები, ბალახით ზოვეო. ნანა ფიფიამ სუბელიანის სამინისტროს შენობის წინ თავის შარშან 27 ოქტომბერს დაიწვა. ის სამინისტროს მაღალჩინოსნებისგან დახმარებას ითხოვდა.